დადგენილება მიღებულია. გიორგი გახარიას და მის 11 თანაპარტიელს პარლამენტმა სადეპუტატო მანდატები ოფიციალურად გაუქმა. მიზეზები ვრცლად პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს ხდომაზე განმარტა. გაირკვა ისიც, რომ პარტიამ ბიუჯეტიდან 800.000 ლარი ისე მიიღო, რომ საკანონმდებლო ორგანოში ერთი დღეც არ უმუშავია. შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს, იმით რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მას მიიღეს არჩევნებში. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტია საქართველოსთვის დაახლოებით 800.000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული, ისე რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. და ასევე შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში 6 თვით შეუჩერდება პარტიას პარტიული დაფინანსება. რამდენად სწორია პოზიცია, როდესაც ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატებს პარტია არ იყენებს. ეს კითხვა უკვე უფლებამოსილება შეწყვეტილ გიორგი გახარიას თია წულუკიანმა დაუსვა. გახარიას მტკიცებით კი პარლამენტის გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მის პარტიას კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური ბოიკოტის უფლება ჩამოერთვა. თქვენ დღემდე თვლით, რომ ეს სწორია, როგორც თქვენ ექცევით თქვენივე ამომრჩეველს და საკუთარ საპარლამენტო მანდატს. ის რომ თქვენ ხართ ეს ერთპარტიული პარლამენტი, ერთპარტიული პარლამენტი რო ეს არის მთავარი ფაქტორი იმის, რომ ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა გაქვს. ეს თქვენი გადაწყვეტილება და არავის სხვას და ჩვენი გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკურ ბოიკოტში ვიყოთ. სხვებისგან განსხვავებით ხო არ გაგვიუქმებია ჩვენმა? კარციები. ეს ჩვენი პოლიტიკური უფლებაა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ყოფილ თანაგუნდელს პარლამენტის რეგლამენტი შეახსენეს და განუმარტეს, რომ შატალო პოლიტიკურ ბოიკოტად ვერ მოინათლება. პოლიტიკური ბოიკოტი არის კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, უნდა მოვიდეს პარლამენტის წევრი ან ფრაქცია და სხდომის დაწყებისას, როცა რეგისტრაციას გაივლის, ეს კანონში წერია პარლამენტის რეგლამენტში, უნდა ადგეს და თქვას, რომ მე ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გამაჩნია პოლიტიკური პოზიცია ბოიკოტი და დაატოვოს სხდომა. ეს არის პოლიტიკური ბოიკოტი და არა ის, რასაც თქვენ ახლა გინდათ რომ გაასაღოთ პოლიტიკურ ბოიკოტად. ეს ერთი. მანდატები ჩვენ კი არ შემწყვიტეთ, კანონმა შეგიწყვიტათ თქვენ, თქვენივე ქმედებებიდან გამომდინარე. გახარიას პარტიის 12 წევრს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტში სრული შემთხვევაში ვეღარც ის 8 კონკრეტული კანდიდატი შევა, ვისაც პარტიის მოთხოვნით სესკომ საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა. გახარიას პარტიაში ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში ამ ადამიანების მონაწილეობას უკავშირდება.